რა წესს შეცვლიდით რაგბიში? შემეძლოს რა წესს, რომელიც შესაძლებელია თქვენ. ბევრი წეს ვფიქრობ. ბევრი წეს ვფიქრობ. წინპასის წინპას ცოტა მოდიფიკაციას გავუკეთებდი რა კუთხით? იმიტომ რომ იცით როგორ არის, აი დღემდე არის ძალიან ესე ვთქვათ განსხვავებული ხედვა როგორ არის წინპასი. იმიტომ რომ ვერ ზოგი მსაჯი სხვანაირად მსაჯობს, ზოგი სხვანაირად. კამერის ხედი ზოგი სხვანაირად გვაჩვენებს, ზოგი სხვანაირად და მეტად რომ დავждეთ ერთ ფერზე, შავია თუ თეთრი ამ ფერზე რომ დავждეთ, უკეთესი იქნება, იმიტომ რომ სად არის წინპასი, ანუ მე თუ ბურთი გავუშვი და ფიზიკის კანონების გათვალისწინებით თუ სისწრაფეში ბურთს უშვებ, არ არსებობს რომ ერთი წერტილიდან თუ სწრაფად მივდივარ, მე თუ აქედან გავუშვი, A წერტილიდან B წერტილი ცოტა წინ იქნება ბურთის აღების. ეგ წინპასია? პასუხი არ ვიცი. თუ გვინდა დეფინიცია იყოს წინპასის, რომ ხელიდან წინ წავიდა ბურთი, ეგ უფრო მარტივია, მაგრამ დღევანდელ რეალობაში აი ეს ცოტა გაურკვეველი გვაქვს, რომელს ვანიჭებთ უპირატესობას. ეს ერთი და მეორე კიდე არის ერთი ეგეთი წესი, რომ ლადოს ეცოდინება, რომ 9 ნომერს როცა რაკში ბურთი არის 5 წამი გამოტანსატანად იუზით ეუბნება, ხაჯი გამოიყენა, მე 5 წამი აქვს რომ გამოიყენოს რა. თუ ვერ გამოიყენა 5 წამში ინიშნება შერკინება. კი ბატონო. ანუ რეალურად ჩვენ თამაშს გვინდა ავაჩქაროთ და ვეუბნებთ რომ 5 წამში ბურთი გამოიყენე, მაგრამ თუ არ გამოიყენე, უნიშნავთ შერკინებას და თამაშს 2 წუთი ვანელებთ მე. უნდა იყოს თავისუფალი ჯარი. ანუ თავისუფალი თუ არ გამოიყენა 5 წამში ბურთი, თავისუფალი და სწრაფად გათამაშდეს და ტემპი წავა მაგ დროს. ადრე ლადო კილასონია ჩავწერეთ და იმან თქვა რომ რაგბი ძალიან რთული თამაშია და მწვრთნელების ვალდებულება მარტივად აუხსათ მოთამაშეებს. არსებობს მოთამაშე, ვინც ყველა წესი იცის? არსებობენ თითე ჩამოსათვლელი მოთამაშეები, ვინც იციან როგორ მოიქცნენ ყველა სიტუაციაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა წესი იცი. რაგბის ხიბლი ერთ-ერთი და ნებათაღელოს გამომწვევი დეტალებში არის ის, რომ შავ-თეთრი არაა თამაში. ერთ მომენტში შეიძლება 3-4-ნაირი გაგრძელება ქონდეს და ერთმა მსაჯმა ერთნაირად გადაწყვიტოს, ერთმა მეორენაირად. ხა ჯგუფში ელიტარული ჯგუფი რო ვიკრიბებით, სიტყვაზე წელიწადში ორჯერ გვაქვს ლონდონში შეკრება. სადაც ვემზადებით 6 ერის წინ, ნოემბრის ტესტების წინ, რომ გავდივართ, რომ ამას ესე ვიზავთ, იმას ესე ვიზავთ. იმიტომ რომ მუდმივად სახეცვლადია. რაღაცა მომენტები არის, რომ ზოგი მწითელს ფიქრობს, ზოგი ყვითელს ფიქრობს, ზოგი მხოლოდ ჯარიმას ფიქრობს და არის ესეთი მომენტები. ამიტომ მოთამაშეებისთვისაც რთულია და მაყურებლისთვის კიდევ უფრო რთულია, მაგრამ არიან მოთამაშეები და რამდენიმე აი ხა გამახსენდა, რომლებიც ისე მაგრა ფლობენ დეტალებს, განსაკუთრებით კაპიტნები. კაპიტნებს ძალიან სხვანაირად ასწავლიან. კაპიტნები ვალდებულები არიან, რომ რაღაცა ნორმის, პატივისცემის და ურთიერთობის ფარგლებში წნეხი დაგადოს მოედანზე. ვალდებულია, იმიტომ რომ თავის ინტერესს იცავს. ამიტომ იციან ყველა მომენტში ინტერპრეტაცია რა შეიძლება იყოს და შეიძლება ამ ინტერპრეტაციაზე მოგაწვეს რა, ესე ჟარგონულად რო ვთქვა. ამიტომ ყველა წესი ესე არ ეცოდინებათ, მაგრამ მაგარმა მოთამაშეებმა ყველა სიტუაციაში ინტერპრეტირება იციან რა და როგორ.